ევროპარლამენტარების წინაშე წარდგენისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ირყევა და მიანიშნა, რომ კონტინენტი ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას ვეღარ დაეყრდნობა. ვაშინგტონის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის და უკრაინაში რუსეთის აგრესიის 3 წლის შესრულების ფონზე ევროპარლამენტში ბლოკის ლიდერებმა კონტინენტის თავდაცვის მომავალზე იმსჯელეს. სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკის წევრმა მთავრობებმა გაერთიანების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიზნით 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები უნდა გამოიყენონ. მისი თქმით, ინვესტიციები ფოკუსირებული უნდა იყოს ერთობლივ შესყიდვებზე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბლოკი ინდუსტრიული წარმოების გაზრდას წარმატებით გაართმევს თავს, იგი ნებისმიერ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს შეკავებას შეძლებს. ილუზიების დრო დასრულებულია. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე. არა შორეულ მომავალში, არამედ დღეს. არა მცირე ნაბიჯებით, არამედ ისეთი სიმამაცით, როგორცაც არსებული მდგომარეობა მოითხოვს. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება. შესაძლებელია მხოლოდ მისი შეკავება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ჩვენსაც აჭარბებს. თუ ვისაუბრებთ რეალურ სამხედრო დანახარჯებზე, ვნახავთ, რომ კრემლი ხარჯავს იმაზე მეც, ვიდრე მთელი ევროპა. ევროპის სამხედრო წარმოება ჯერ კვლავ დაბალ დონეზეა. დღესდღე ფართოვდება იმ საფრთხეების დიაპაზონი, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ საკმარისად დიდები ვართ იმისთვის, რომ შევაკავოთ ნებისმიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფო. გვაქვს შესაბამისი ეკონომიკური ძალაც და ახლა, როგორც იქნა, გვაქვს პოლიტიკური ნებაც. ყველას გვსურს მეტად მშვიდობიან დროში ვცხოვრობდეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ გავზრდით ინდუსტრიულ წარმოებას, შევძლებთ შევაკავოთ ისინი, ვისაც ჩვენთვის ზიანის მიყენება სურს. ევროპული თავდაცვის ერთობის შექმნის დროა, რომელიც უზრუნველყოს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე. კომისია ინიციატივას ახალი ფინანსური პროექტის შესახებ ოფიციალურად ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე 20 მარტს წარადგენს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა ისიც, რომ სამხედრო წარმოების პრიორიტეტად ქცევა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. მისი თქმით, პროექტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ბლოკის კონკურენტ უნარიანობაზეც, რადგან ის ევროპაში ახალი ქარხნების შენებას და ათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას გულისხმობს. სტრასბურგში სიტყვით გამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც. მან ბლოკის თავდაცვის გაძლიერების მიზნით ამ დრომდე გადადგმულ ნაბიჯებზე და ინვესტიციებისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზე ისაუბრა. ევროკავშირი გადამწყვეტი მომენტის წინაშეა. ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა გეოპოლიტიკური დაძაბულობა. უზარმაზარი წნეხის ქვეშაა საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წყობა. 3 წელი შესრულდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან და ევროპის საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ მიიღო სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილება თავდაცვის და უკრაინის შესახებ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი პირობაც დავდეთ. ზუსტად 3 წლის წინ გადავწყვიტეთ ევროპის თავდაცვის გაძლიერება. ბოლო 3 წლის განმავლობაში წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები 30%-ით გაზარდეს. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კი მიაღწიეს თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულს. უკრაინაში მიმდინარე ომის გაკვეთილებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ ინვესტიციების გაზრდა რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში. ესენია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერომი. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მეტი სახელმწიფო და კერძო სახსრების მობილიზება თავდაცვისთვის. მივესალმებით კომისიის ინიციატივას გამოყოს 150 მილიარდი euро იმ შესაძლებლობების დასაფინანსებლად, რაც სასწრაფოდ გჭირდება. სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკაც. მან რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების ჩართულობას გაუსვა ხაზი. ყველამ ვიცი თუ რადებს სასწორზე რუსეთის აგრესიის დასრულება მხოლოდ უკრაინისათვის ყოვლის მომცველი სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობით არის შესაძლებელი. მშვიდობით, რომელზეც შეთანხმდება უკრაინა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით. მშვიდობით, რომელიც მოიცავს ევროპელებსაც, უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებზე დაფუძნებული მშვიდობით. 11 მარტის სხდომაზე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაერთიანების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
მათ ისაუბრეს საერთო გრძელვადიანი თავდაცვის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზეც, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან და მის მიღმა არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს. ახალი ფინანსური ინიციატივა და ევროკავშირის ლიდერების მოწოდებები თავდაცვის ინდუსტრიის დაუყოვნებლივ გაძლიერების თაობაზე კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან ნატოსა და ევროკავშირის ტრადიციულად დისტანცირებული ურთიერთობა შეიცვალა. ამას მოწმობს ევროპარლამენტის მიერ პირველი თავდაცვის კომიტეტის ჩამოყალიბება და ბლოკის ისტორიაში პირველად თავდაცვის ევროკომისრის თანამდებობის შექმნაც.